როგორ ხართ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება MightyCast-ის მორიგების ზოჩი, სადაც ჩვენი შოუს მეგობარი შემოგვიერთდა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი სუპერმსუბუქწონაში მერაბ დვალიშვილი. მერაბ, დიდი მადლობა რომ დრო გამოყავი და კვლავ შემოგვიერთდი. ძმაო, კარგად გამოიყურები, როგორ ხარ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგად ვარ, თუ მოტეხილ ცხვირს არ ჩავთვლით. არ ვიცი ახსენე თუ არა უკვე, მაგრამ ახლა უკეთ ვარ. ფიქრობ, თელმა მსოფლიო მიცის შენი ცხვირის გატეხვის ამბავი. სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნე ეს ამბავი. როგორ გაიტეხე ცხვირი? შენ ყოველთვის ვარჯიშობ, ეს როგორ მოხდა? ხო, მართალი ხარ. იცი, ცხვირი პირველად 2014 წელს გავიტეხე. როცა ოფიციალურად მქონდა პროფესიონალური დებიუტი. ტიპმა პირველივე დარტყმაზე ჯები გამიკეთა და ცხვირი გამიტეხა. მას მერე გატეხილი მქონდა. თავად ცხვირი მაგარი მაქვს. მერე კანი რამდენჯერმე გამისკდა, მაგრამ ძვალი მაინც მთელი იყო. ამჯერად კი ძვალი გამიტყდა. ჩემმა თანაგუნდელმა, სახელად ადამმა, რომელიც ასევე პროფესიონალი მებრძოლია, ჩემი სტილი ძალიან კარგად იცის. შესაბამისად მომენტებსაც კარგად არჩევს. მუხლებს კარგად მიხვედრებს. ყოველ ჯერზე, როცა ვსპარინგობთ, დროს კარგად არჩევს. ზოგჯერ მკერჩი მახვედრებს, ზოგჯერ შუბლში, ზოგჯერ სახეში. თუმცა არასოდეს ცხვირში. სამწუხაროდ ამჯერად მუხლი ცხვირში მომარტყა. აი ამ ხარეს რამაც ძვალი გამიტეხა. მოკლედ, ტრილოგიას მოუთმენლად ველოდები. ფიქრობ, უმაგრესი ბრძოლა გამოვა. თან ახლა კარგად ასვენებული იქნები. ფიქრობ, ჩვენ მხოლოდ ისეთი მერაბი გვყავს ნანახი, რომელიც ბრძოლას ბრძოლაზე აყოლებს. ახლა კი, როცა ისევ ვიბრძოლებ, ჩვენ კარგად ასვენებულ მერაბს ვიხილავთ, რომელიც იტყვის: დავისვენე. ისევ ბევრს შრომობ და კონკრეტულ ცვლილებებს შეიტანს პიოტრიანთან ჩხუბის დროს, ან ვინც არ უნდა იყოს შემდეგი მეტოქი. რადგან ვიცი, რომ შემდეგი ბრძოლა შონომალისა და აიმან ზაჰაბის შორისაა, რაც შეიძლება ნომერ პირველი კონტენდერობისთვის იყოს, ჯერ არ ვიცით. შეიძლება შენიც ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. მოკლედ მოუთმენლად ველი შენ შემდეგ დაპირისპირებას პიოტრიანთან, რიგით მესამე ტრილოგიას. ხო, მეც მოუთმენლად ველი შონომალისა და ზაჰაბის ჩხუბს. ორივე კარგი მებრძოლია. თუმცა ბრძოლის შემდეგ სულ სხვა რამ ეთქვეს. ანთერმა მითხრა, რომ შემდეგი ბრძოლა ქამრისთვის მექნებოდა. მითხრა, მერაბ, რამდენი დროც გინდა იმდენი აიღეო. უბრალოდ შეგვატყობინე, როდის გამოჯამრთელდებიო. და რა თქმა უნდა, 2 კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ მზად ვიყავი. მაგრამ მერე პიოტრის შესახებ ახალი ამბავი გავიგეთ. კარგი ისაა, რომ პიოტრმა ზურგზე პატარა ოპერაცია გაიკეთა და მგონი არმანსაც იგივე ოპერაცია აქვს გაკეთებული. ფიქრობ, ეს პრობლემა მთელი კარიერის განმავლობაში აწუხებდა და ახლა რახან ჩემპიონია, დრო გამონახა და ეს პრობლემა მოაგვარა. გავიგე, რომ რთული ოპერაცია არ არისო და არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში თქვა, რომ მზად იყო ივნისში საბრძოლველად. რაც ძალიან კარგია. თუ პიოტრი ამბობს, რომ ივნისისთვის მზად არის, მაშინ რა თქმა უნდა ივლისისთვის და აგვისტოსთვისაც მზად იქნება. ჩემთვის სულ ერთია, UFC-ს როცა უნდა მაშინ ვიჩხუბებ. ახლა ძალიან მშვიდად ვარ, რადგან UFC მითხრა, რომ ქამარზე ვიჩხუბებდი და ვფიქრობ ამას ვიმსახურებ. კი, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენჯერ დაიცავი ქამარი. ფიქრობ, სრულიად ლოგიკური იქნება, რომ რევანში მიიღო. თან ერთი-ერთია, ხომ ასეა? ასე რომ ვფიქრობ, ბრძოლა უნდა შედგეს. შეიძლება საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზეც იყოს, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. თან არც მთავარი, ან თანამთავარი ბრძოლა გამოუცხადებიათ. შეიძლება საერთოდ აგვისტოშიც იყოს. მოკლედ, მოუთმენლად ველი და შენსკენ ვიქნები. მე ისევ მაქვს მერაბის მაისური, ასე რომ არ იდარდო ჩემო მეგობარო. საუკეთესო ხარ. კარგი, მოდი ვისაუბროთ შენსა და რაფის ურთიერთობაზე. ეს როგორ მოხდა? მთავარ ბრძოლაში ხარ და ჰენრის ეხუდოს უპირისპირდები. მაგრად მომწონს, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს. ძალიან ბევრ ათლეტებს ეპატიჟებიან საჭიდაო ლეიბზე, მთავარ ბრძოლებში. როგორ გამოჩნდა ეს შესაძლებლობა? ძმაო, რომ ვფიქრობ, თავადაც ვერ ვიჯერებ, იმიტომ რომ ჭიდაობის წესებიც კი არ ვიცი. ხომ იცი, მოჭიდავი არ ვარ, უფრო ძიუდოისტი ვარ. ხო, MMA-ში შეიძლება ჭიდაობა გამოგდის, მაგრამ ეს შერეული საბრძოლო ხელოვნებაა ბადესთან. დარტყმებით, ფეხებში შესვლით და ყველაფრით. ალბათ, რადგან ჰენრი დამამარცხე ჰაერში ავწიე და
5ჯერ თუ სადღაც მაგდეჯერ წავაქციე, მაგიტომ მიმიწვიეს მეც. თანაც თქვი, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ჩემზე უკეთესია. ახლა მას ჩემი დამარცხება უნდა მისსავე სპორტში. წარმოიდგინე, რა სიგიჟე იქნება თუ მას თავისივე სპორტში დავამარცხებ. თავისუფალი ჭიდაობის წესები თუ ვიცი? ანუ ვიცი რომ სახეში თიც არ ვატაკებ. არ დავარტყამ, არც მუხლს არ გამოვიყენებ. ხომ იცი ესეთი რაღაცეები, მაგრამ ქულები და მსგავსი რამეები დიდათ არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მუშაობს. ის ვიცი რომ წაქცევის უფლება არ უნდა მივცე. პირიქით მე უნდა წავაქციო. და კიდევ გონი წრიდან თუ გახვალ ქულასაც გართმევენ. მოკლედ თავისუფალი სტილის მოჭიდავე არ ვარ, მაგრამ გონია რომ შემიძლია ამის გაკეთება. მაგრამ მომწონს ის ფაქტი, რომ სულ რაღაც 3-4 დღეში ჰენრის ეხოდოს უნდა ეჭიდაო და შენ კიდევ ამასობაში წარმოდგენა არ გაქვს ქულების სისტემა როგორ მუშაობს. და შენ ამბობ, არა უშავს, თავარია არ წამაქციოს და წესით ყველაფერი კარგად იქნება. და ამაზე საერთოდ არ ნერვიულობ. ზუსტად. იცი, მე მიყვარს ასეთი გამოწვევები, ფიქრობ, კარგიც იქნება. როგორც იცი, მებრძოლების თუ ათლეტების რამდენიმე ტიპი არსებობს. მე კიდე მგონია, რომ შეჯიბრის დღეს მოსალოდნელ შედეგს ყოველთვის ვდებ. ვფიქრობ, ძალიან კარგად გამომდის საქმის ბოლომდე მიყვანა. ერთი კითხვა მაქვს. ესე იგი, ესპანეთში იყავი და ილია თოფურიასთან გიწევდა ვარჯიში, ხომ ასეა? ცხადია, იმ ეტაპზე ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა არ ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ ვიცი რომ მასთან ადრეც გივარჯიშია. შენი აზრით, რა გამოარჩევს მას ყველასგან? სხვა ათლეტებისგან. შენ მასთან გივარჯიშია. მე არა. აი, როცა მის ვარჯიშს ვუყურებ, ჩანს რომ მისი დისციპლინა, დროის ზუსტი შერჩევა და რიტმი ძალიან მაგარია. ხომ ასეა? იმ დროზე დაყრდნობით, რაც მასთან გაატარე, რა ხდის მას ასეთ მაგარ მებრძოლად? რა აძლევს იმ უპირატესობას, რასაც ის მეტოქეების წინააღმდეგ იყენებს და ნოკაუტში აგდებს? ო, მასთან ერთად რამდენჯერმე მივარჯიშია და ყოველ ჯერზე, როცა მასთან ვარჯიშობ, შოქში ვარ, იმდენად მაგარია. მისი კრივის ტექნიკა სრული სიგიჟეა. თან ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს და მერე ეს კომბინაციები. ზოგჯერ შეიძლება მოხვდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე მძიმე დარტყმებს აბრუნებს. მძიმე კომბინაციებით. შემდეგ ძირს ეცემი და იძინებ. ხომ ხვდები? სხვა ვერავინ დაგეხმარება. რადგან ის უბრალოდ იგივეს იმეორებს და იმეორებს ამ კომბინაციებს, ამ ტექნიკას. თან იცის როდის დაარტყამ და მერე თვითონ როდის უნდა შემოგიტიოს. და ასევე ვფიქრობ, ეს ძალა ღვთისგან აქვს მოძებული, რადგან ძალიან ღონიერია. აი, ჭიდაობის ეპიზოდებშიც კი ყოველთვის ფინიშზე მიდის. სულ ფინიშს ეძებს. ისეთი ღონიერია, როცა ხელს ჩაგავლებს, აი მაშინ მიხვდები მის ძალას. ვფიქრობ, ყოველივე ეს მთლიანი ერთობლიობაა. ჯერ ერთი ძალიან ჭკვიანია, მშიერია, შრომელია, ძალიან ტექნიკურია, იცის რასაც აკეთებს. ზუსტად იცის, მაგალითად, როდის უნდა წამოვიდეს დაბალი დგომით. ფეხებში თუ შეხვალ დაგიბლოკავს, არ მოგცემს შესვლის საშუალებას. შემდეგ შეეცდება კრივში შეგიტყუოს და აი მან უშვებს შესდომას. როგორც კი მასთან კრივს და დარტყმების გაცვლას დაიწყებ, ზუსტად მან გაგთიშავს ნოკაუტით და მაშინ წარმატებას გისურვებ. თუნდაც გრეპლინგში. ის მანდაც მაგარია. ჯიუ-ჯიტსუც კარგად ეხერხება. სულ ფინიშს ეძებს და შენ კიდევ უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვი. ამას დამატებული ის ძალიან ჭკვიანია. ენერგიას არ ხარჯავს შენთან ჭიდაობაში ან გრეპლინგში. ხოლო თავის კომბინაციებს ელოდება.
საერთოდ სულ სხვანაირი ვინმეა ძმაო. როგორც თქვი, ჭკვიანი, ღონიერი, ტექნიკური და შრომელია. ახლა, რადგან მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ოდესმე გიფიქრია, აიცი რა, წავალ ვეგასიდან ესპანეთში ჩავალ და საწვრთნელ ბანაკს ილიასთან გავივლი. ილია, მინდა შენთან 6-დან 8 თვემდე ვივარჯიშო. ამის გაკეთებაზე ოდესმე გიფიქრია? კი და არა, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემ ძმასთან, ილია თოფურიასთან ერთად დროის გატარება და ვარჯიში. მაგრამ მეორე ისაა, რომ თუ მასთან ვივარჯიშებ, რამდენიმე რაუნდების გაზიარება მომიწევს. ან უნდა ვისპარინგო, ან ვიჭიდაო, რაც არც ისე სახალისოა, ხომ ხვდები? არ მინდა ტრავმა მივიღო, რადგან ეს ბიჭი ხალხს ткენს. თან თუ არ ვწდები, თავის ძმასაც კი არინდობს. მითხრეს, რომ ერთმანეთს ხოცავენ ძმები ალექსანდრე თოფურია და ილია თოფურია. ამიტომ თან მომწონს მასთან ვარჯიში, თან არ მომწონს. რადგან ძლიერი დარტყმები აქვს. შეუძლებელია მასთან მართლა კარგი სავარჯიშო სესია გამოგივიდეს, რადგან ან გატკენს რამეს, ან ტრავმას მიიღებ, ან ნოკაუტში ჩაგაგდებს. თან არც ჩემი ჭიდაობა მუშაობს მის წინააღმდეგ, ხო ხვდები? ფიქრობ, მასთან რომ საწვრთნელი ბანაკი გაიარო, უნდა უთხრა, გთხოვ, რამე არ მატკინო. ჩემი ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყო, მაგრამ წარმომიდგენია ის მაღალი დონის რაუნდები, რასაც მასთან სპარინგის დროს მიიღებ. მართლაც უმაღლესი იქნება, თუმცა ტრავმის მიღების რისკიც უფრო დიდი იქნება. სწორედ ეს მაინტერესებდა. როცა გაქვს შესაძლებლობა ასეთი დონის ადამიანთან ივარჯიშო, ეს დიდი ნაბიჯია. ასე რომ, არ ვიცი, ოდესმე გქონია თუ არა ასეთი განწყობა. ან თუ გიფიქრია იმაზე, რომ ილიასთან მივარჯიშებ 4 თვე და ვნახოთ რა გამოვა. მაგრამ თუ ტრავმის მიღების შანსი მაღალია, ვერ გაგამტყუნებ ძმაო. კი, ზუსტად ეგრეა. მე არ შემიძლია, არ მინდა ვარჯიშის დროს ტრავმა მივიღო, რადგან მინდა რომ ბრძოლამდე უნებლად მივაღწიო და მერე ვიჩხუბო. უბრალოდ მაგრად უნდა ვიჩხუბო. ვარჯიში ჭკვიანურად მინდა ჩემი მსუბუქი ვარჯიშები გავაკეთო. სხვათა შორის ილია მეუბნებოდა, რომ დარწმუნებული არ იყო, როდის უწევდა ჩხუბი და მითხრა: იქნებ ყველანი საქართველოში წავსულიყავით. საწვრთნელი ბანაკი ერთად გაგვივლო. ჩვენს ვფიქრობდით ამაზე და რა თქმა უნდა, თან ახმა ვიყავი მასთან ერთად წავსულიყავი საქართველოში, ჩემს ქვეყანაში. მაგრამ ვფიქრობ, ახლა საწვრთნელი ბანაკი აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექნება. და ასეც თუ მოხდა, ვფიქრობ, ეს მაიამის მხარეს იქნება. და ალბათ მეც გავყვები მას. თან ვეცდები ბევრი სპარინგ პარტნიორი წავიყვანო. რომ თუ მთხოვს, რომ მასთან ერთად ვივარჯიშო, ვეტყვი, აგერ ჩემი მეგობრები და ამათ ეჩხუბე. შენი აზრით, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ვიცი რომ ილიას აირჩევ. რას ფიქრობ, როგორ წარიმართება ბრძოლა? შენი აზრით, რისი გაკეთება შეუძლია ჯასტინ გეიჯის, რომ ილია თოფურია ტახტიდან ჩამოაგდოს? სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას როგორ უნდა ეჩხუბოს. ვიტყოდი რომ მხოლოდ ჭიდაობა ეცადა ილიას წინააღმდეგ, მაგრამ ჯასტინ გეიჯი უბრალოდ არ ჭიდაობს. ფიქრობ, ჯასტინი ხელს ჩამოსწევს და შეეცდება დაარტყას ისე, როგორც ჩვევია ხოლმე, მაგრამ ილიაც ზუსტად მაგას შეისწავლის. კარგად შეისწავლის მას და ზუსტად იმ წერტილში მოარტყამს. ვფიქრობ, ეს ბრძოლა იდეალურია ილიასთვის, რადგან ჯასტინ გეიჯი მხოლოდ კრივში ჩხუბობს და აქა-იქ ლოუ-კიკებს ისვრის, რასაც ილიაც აკეთებს ხოლმე. შემდეგ, როცა დარტყმების გაცვლამდე მიდის საქმე, ილია ხალხს უბრალოდ ნოკაუტში აგდებს. დარტყმების გაცვლა თუ დაიწყეთ და ის შეგეხო, აუცილებლად გაგთიშავს. და კიდევ ისაა, რომ ილია სულ უკეთესი და უკეთესი ხდება. და თუნდაც ბოლო 3 ბრძოლის შედეგებს რომ შევხედოთ, ვოლკანოვსკი ნოკაუტში ჩააგდო. მაქს ჰოლოვეი, რაც არავის გაუკეთებია, და ჩარლზ ოლივეირა, თავადაც თქვა. ესე ჩემთვის ჯერ არავის დაურტყამსო. მოუთმელად ველოდები, მოუთმელად ველი ამის ხილვას. კარგი, რადგან ყველაფერი მიმოვიხილეთ, კიდევ ერთი რაღაცას დავამატე. ბოდიში არმან ცარუკიანს პატივს ვცემ. ის დიდებული ათლეტია, მაგარი მებრძოლი. მაგრამ ვფიქრობ, რადგან ილია ჩემპიონია ამ წონით კატეგორიაში, არმანი ილიას რომც ეჩხუბოს, სტილისტურად ილია მოუგებს. ილიას პარტერში ვერ გადაიყვან, მასთან ჭიდაობას აზრიც კი არ აქვს.
და მერე არმანსაც მოუწევს ილიასთან კრივი და ილია არმან ცარუკიანსაც ნოკაუტში ჩააგდებს. არ ვიცი. ეს ჩემი გულწრფელი პასუხია. არ ვიცი ძმაო. არმანი ძალიან მაგარია ძმაო. ფიქრობ აი მე რა აზრის ვარ. ილია ძალიან მაგარი ათლეტია. მაგარი კრივი, მაგარი ტექნიკა აქვს. შენ მათთან ვარჯიშობ. არმანთან არასდროს მივარჯიშია. არმანი ცოტათი შენს თავს მაგონებს. იმ გაგებით რომ თქვენ ისეთი გამძლეობა გაქვთ, როგორიც აქამდე არასდროს მინახავს. აი შენი გამძლეობა და ძალა ძალიან მაგარია. არმანის ძალაც ძალიან მაგარია და ისევ ვითარდება. ფიქრობ ჯანდაბა. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ფიქრობ არმანს შეუძლია ილიას დაჭერა. არ ვიცი, ფიქრობ არმანს შეუძლია ილიას პარტერში გადაყვანა. ხო, მოკლედ ფიქრობ უმაგრესი ბრძოლა შედგება. ფიქრობ არმანს აქვს ის мотиваცია და მიზანდასახულობა რომ ილიასი არ შეეშინდეს. თუ ხვდები რასაც გულისხმობ. არ ვიცი. თავიდან სანამ არმანთან ვივარჯიშებდი ვფიქრობდი, კი, ალბათ არმანი შეიძლება ილია თოფურიამ ნოკაუტში ჩააგდოს მეთქი. მაგრამ ვფიქრობ არმანი მოკლედ, არ ვიცი ძმაო. ეს ის ბრძოლა რომელიც უნდა შედგეს. არმანი ილიას წინააღმდეგ, ეს უნდა მოხდეს. მანამ სანამ ილია ისლამს შეხვდება. გეთანხმები, რთული ბრძოლა იქნება. არმანის შეუფასებლობა არ შეიძლება. როგორც უკვე ვთქვი, მას პატივს ვცემ, დიდებული ათლეტია. ილიას ისლამის შესახებაც ვკითხე. მან მითხრა ძმაო, ეგ ბრძოლა სტილისტურადაც კი ძალიან მარტივია ჩემთვისო. მითხრა, ისლამთან ბრძოლა? ძმაო, ამ ბრძოლის იდეა ძალიან მომწონს. აი ახლა პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი რომ ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს. მითხრა, პედი პიმბლეტი თუ მოიგებს, მე მას ვცემ და შევეცდები ზედაწონაში ავიდე. და პირდაპირ ისლამს ვეჩხუბო, მაგრამ თუ ჯასტინ გეიჯი მოიგებს, მასთან ბრძოლას აზრი არ ექნება. მე პირდაპირ ისლამთან ბრძოლაზე გადავერთვებიო. მაგრამ როგორც ჩანს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. არ ვიცი UFC-მ რა უთხრა, შეიძლება ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს და ახლა ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი უწევს. მე ასე ვფიქრობ. მე მჯერა რომ ამ ბრძოლას მოიგებს და დარწმუნებული ვარ ისლამთან შეხვედრას მოითხოვს. უბრალოდ ჩემს აზრს ვამბობ. ფიქრობ, მასაც სწორედ ეს უნდა. კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ. ახლა ვმუშაობ პროექტზე, რომ საქართველოში კარგი MMA დარბაზი გავხსნა. ეს არის საქველმოქმედო დარბაზი, რითაც მინდა რომ ჩემს ქვეყანას ვალი გადავუხადო. ფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი თაობისთვის კარგი იქნება. ამ პროექტზე ვმუშაობ, რაც ჩემი დროის დიდ ნაწილს წაიღებს. საღამოობით ჩვეულებრივ საქართველოში დილა და ამ პროექტზე ამ დროს მომიწევს მუშაობა. და ვფიქრობ, გონებით აქ ვიქნები. დარბაზის სახელი რა იქნება? და სხვათა შორის ძალიან მაგარ ამას აკეთებ. მადლობა. ვფიქრობ შეიძლება მერაბ დვალიშვილის აკადემია. მარტივია, სიმარტივეს ვირჩევ.